გამშვიდობის ეთერშია არჩევანი არჩევნებამდე 2 დღეა დარჩენილი და დღეს ჩვენ ეთერს ისევ მერობის კანდიდატებს უთმობთ. ვინ გახდება დედაქალაქის რჩეული და როგორია თავად მერობის კანდიდატების განწყობა 30 მაისისთვის. დღეს ჩვენ არჩევანის სტუდიაში სტუმრად გვეყოლება ირაკლი ალასანია, გია ჭანტურია, ზვია ძიგური და გოგი თოფაძე. გადაცემის ბოლოს კი გავიგებთ რამდენად ზად არის ცენტრალური საარჩევნო კომისია გამჭვირვალე და ობიექტური არჩევნები ჩაატაროს. არჩევანის სტუმარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატაშვილი იქნება. და ახლა ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ქრისტიან დემოკრატების მერობის კანდიდატი გია ჭანტურია. საღამოშტოებსა ბატონო გია. გთხოვთ. 2 დღე არჩევნებამდე ვის აირჩევს თბილისი და ვის მოუწევს დამარცხებასთან შეგუება, რას თავაზობენ ამ ორჩევლებს და რამდენად რეალურია კანდიდატების დანაპირები, როგორ უნდა დაიწიოს ტარიფებმა, რა უნდა შეიცვალოს და კიდევ რა დარჩა გასაკეთებელი. გეგმა იმისა, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი არსებობს, ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. თქვენთან ერთად, თქვენი მონაწილეობით, ჩვენ ერთად შევცვლით თბილისს. თითოეული თქვენგანი გააგრძელებთ იმ გზას, რომელსაც ჩვენ დღეს დავიწყებთ. ის დაწყებულ გზას განაგრძობენ კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში. გასაკეთებელი საქმით და ვინ იწყებს ბრძოლას დღესვე. შედეგი გვაქვს უსამართლო და შეხედეთ დღეს ერთმანეთს დავწუნდები რომ საქართველო არის ჩვენი. მინიმუმ ერთი დასაქმებული ყველა ოჯახში. მოვდივარ საქმით, პირდებით საქმეს. რამდენად გამართლდება მერობის მსურველების პროგნოზები 30 მაისს და მზად არის თუ არა ცესკო თვითმმართველობის არჩევნები კითხვის ნიშნების გარეშე ჩაატაროს. ეს არჩევნები იქნება გამჭვირვალე და წარმატებული და უკეთესი ვიდრე ყველა წინა აქამდე ყოფილი არჩევნები. ზურაბ ხარატაშვილი როგორი იქნება არჩევნები დასრულდა თუ არა ცესკოში საბოლოო მზადება და ვინ გახდება დედაქალაქის რჩეული, როგორია თავად მერობის კანდიდატების განწყობა არჩევნებამდე 2 დღით ადრე. არჩევანის სტუდიაში ირაკლი ალასანია, გია ჭანტურია, ზვია ძიგური, გოგი თოფაძე. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. გია ჭანტურია გახლავთ ჩვენი პირველი სტუმარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო გია. ბატონო გია, თქვენი მთავარი სლოგანი და დაპირება დაბალი ტარიფები და დასაქმება. თქვენი გამარჯვების შემთხვევაში როდიდან დაიწყება კონკრეტული ცვლილებები? როდის მიიღებს მოსახლეობა ელექტროენერგიას 10 თეთრად, გაზს 5 თეთრად და წყალს უფასოდ? დიდი მადლობა, მოგესალმებით თქვენ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა მოგესალმებით ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა თქვენი ერთ-ერთ მიმართოთ სრულად საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სლოგანი, რომელიც არჩევნების დასაწყისში ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადობდა და იყო ძალიან დიდი ეჭვი და სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ის რეალური არარეალურია, შეიძლება ამის გაკეთება არ შეიძლება. დღეს მე მგონი ეს ეჭვი მოიხსნა. ყველა შემთხვევაში ჩვენი საარჩევნო კამპანია იყო წარმატებული, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებმა დაიჯერეს და გაიგეს, რომ ასეთი გადასახადები მათ არ ეკუთვნის, რომ გადასახადების შემცირება არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ რეალურად დასაქმების პროცესის განხორციელება, რეალურად მოვახდინოთ ძირითადად საშუალო ბიზნესის განვითარება და შესაბამისად ასეთი გზით ადამიანების დასაქმება. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენი ბიუჯეტი არ შეივსო ეკონომიკის განვითარებით, თუ ჩვენი ბიუჯეტი არ შეივსო წარმოებული პროდუქციის გაყიდვით და აქედან მიღებული შემოსავლით, შემოსავალი არ იქნება ბიუჯეტს და დასაქმებაც იქნება მხოლოდ ყალბით დაპირება. ამიტომ ყველა შემთხვევაში მე ვთვლი, რომ იმ პროცესში, როცა ჩვენ დღეს ვართ და როცა ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის შახდენიზის კონსორციუმთან, მე ვფიქრობ, ამას რამდენიმე თვე დაჭირდება. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებთ ამ ორჩეველთა მანდატს და ეს მანდატი ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ დავაჩქაროთ პროცესი, მაშინ უკვე სექტემბერში მე ამას დაბეჭდებით შემიძლია დღეს დავადასტუროთ თქვენს წინაშე და სრულად საქართველოს წინაშე, რომ სექტემბერში თბილისის და არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობა, იმიტომ რომ ტარიფები არ ეხება მხოლოდ თბილისს, ეს არის სრულად საქართველოსთვის გათვლილი ტარიფები, მიიღებს უკვე ხუჯა შემცირებულ გადასახადის ქვითარზე. ეს იქნება რეალობა, რომელსაც ჩვენ დავადასტურებთ და რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ დავამტკიცებთ იმას, რომ ჩვენი სლოგანი დასაქმება და ტარიფები იყო რეალური და რომლის გამკეთებლები ჩვენ ვართ. ბატონო გია, დღეს არსებული წინასაარჩევნო გარემო უკვე 2 თვეა თქვენ აქტიურად ხართ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. გაძლევთ იმის თქვენ საშუალებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ობიექტურად ჩატარდება. მე ყველა შემთხვევაში იმედი მაქვს იმისა, რომ მოსახლეობამ ძალიან რეალურად და ნათლად შეაფასა პროცესი და რეალურად და ნათლად იცის ის, რომ და ძალიან მკაფიოდ არის უკვე ალბათ ყველასთვის გასაგები, რომ რაც მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით ნაკლები იქნება შანსი გაყალბების. რაც მეტი ადამიანი მიცემს ხმას ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც ის უჭერს ხმას და ნებისმიერ ასე ვთქვათ პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა შემთხვევაში ნაკლები იქნება შანსი გაყალბების. ამიტომ მე მჯერა, რომ ეს არჩევნები იქნება გამორჩეულად ასე ვთქვათ ხალხმრავალი
გამორჩეულად მაღალხარისხიანი და შესაბამისად რა მეტი ადამიანი მივარ შენებზე მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა რეალურად გაითავისეს ის რომ დღეს რეალურად ადამიანების და კონკრეტულად საქართველოს და თბილისის მოსახლეობის ხელშია ის თუ როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება ხვალ ის თუ რანაირად ვიქნებით ჩვენ ასე ვთქვათ წარმოდგენილი თითოეული ჩვენგანი ამარჩევნების შემდეგ როგორ იქნება ჩვენი ძალაუფლება რამდენად იქნება ხალხი უფლებამოსილი გადაწყვეტოს ის პრობლემები რომელიც დღეს აქ თითოეული ჩვენგანს და ქვეყანას ზოგადად და აქედან გამომდინარე მე მჯერა რომ ადამიანების მისვლის შედეგად არჩევნები იქნება ყველა შემთხვევაში ხალხის მიერ გამარჯვებული და ხალხის მიერ შეფასებული ეს იქნება ჩემი ასეთი თხოვნაც სურვილის და შეფასებაც არჩევნებთან დაკავშირებით. ბატონო გია, გამარჯვების შემთხვევაში რა იქნება თბილისის ახალი მერის პირველი ნაბიჯები რაც წელს გადადგოს? ყველა შემთხვევაში იქნება პირველი ნაბიჯი ის რომ თბილისის მერი მოიყვანს პროფესიონალებს მართვაში. ეს არის უმთავრესი ამოცანა რომელიც ჩვენ უნდა გავითავისოთ. ვინც არ უნდა იყოს არჩეული თბილისის მერად, გია ჭანტურია იქნება თუ სხვა იქნება არჩეული და ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ იმაზე რომ იმ შემთხვევაში თუ მე ვიქნები არჩეული, პირველი ნაბიჯიც იქნება რომ პროფესიონალები მოვლენ და მართვაში ჩართვებიან პროფესიონალები ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ადამიანი რომელი პარტიის წევრია. ჩემთვის აქვს დიდი მნიშვნელობა იმის რომ იყოს ადამიანი იყოს პროფესიონალი და პროფესიონალმა დაეწყონ გადაწყვეტა ადამიანის სოციალური პრობლემები, ჯანდაცვის, ყველა საკითხის, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის, ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტონ პროფესიონალებმა. ვიდრე ჩვენ გლობალური ეკონომიკის პირობებში არ მივეჩვევთ და არ გავიაზრებთ და არ დავიჯერებთ იმას, რომ მართვა უნდა განახორციელონ პროფესიონალებმა, ჩვენი პერსპექტივა იქნება ძალიან უღიმღამო და ძალიან მძიმე. ამიტომ ყველა შემთხვევაში ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეს, რომ მე მართვაში მოვიყვან პროფესიონალებს. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ის თავათა ხლეჩა, რაც არსებობს დღეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რაც აქვს საქართველოს. იმ უდიდესი გამოცდილების სახით, რომელიც აქ ადამიანებს ჩვენს გარშემო, იმ უდიდეს გამოცდილების სახით, რომელიც დღეს არ შევოს და ჩვენ უნდა მოვიყვანოთ პროფესიონალები. რატომ თქვენ თქვით რომ დღეს არაპროფესიონალები მართავენ ქალაქს, ან თუნდაც თქვენ ამბობთ რომ პროფესიონალებს მიიყვანთ სამსახურში იმ ხალხს რაც უშვებით ვინც დღეს მუშაობს. არა, მე ვთვლი რომ ყველა შემთხვევაში პროფესიონალები ჩართვებიან მართვაში და ეს არნიშნავს იმას რომ იმ ხალხს ვინც დღეს მუშაობს ჩვენ ასე ვთქვათ კარს დაუხურათ და გავუშვებთ სამსახურიდან ჩვენ ამის ფუფუნება არ აქვს იმიტომ რომ ყველა გამოცდილება თუნდაც ერთი დღის გამოცდილებას ჩვენთვის არის გამოცდილება ჩვენ უნდა შევაჯეროთ დღეს ის გამოცდილება რომელიც არსებობს და ის პროფესიონალები რომელიც უნდა მივიდნენ მართვისათვის ამიტომ ყველა შემთხვევაში მე ვთვლი რომ სინთეზი პროფესიონალებისა და ამ შემთხვევაში დღეს არსებული ხალხ ადამიანების ასე ვთქვათ ექსპერიმენტ და ის გამოცდილება რაც მათ აქვს ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქისთვის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ თან დავუხსნით იმას რომ მე პირადად არ ვაპირებ რომ მხოლოდ პარტიული ნიშნით დავნიშნო ვიღაც მე არსად პარტიის წევრი არ ვარ და აქედან გამომდინარე ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რომელი პარტიის წევრი ხართ ჩემთვის თავარია რომ ადამიანები ხდნენ პროფესიონალები და ყველა შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი გზა ხსნისა რომელსაც ჩვენ დღეს ვიაროთ სხვა შემთხვევაში ჩვენ უარეს მდგომარეობაში ვიქნებით იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში ქვეყანა არის ძალიან სერიოზულ კრიზისში და აქედან გამომდინარე ჩვენ და მხოლოდ პროფესიონალური მართვით, მხოლოდ ძალიან მაღალი პროფესიონალური, ასე ვთქვათ, პროფესიონალების ჩართვით ამ პროცესში შეიძლება დავძლოთ ეს ძალიან ძიმე პროცესი, რომელიც დღეს გვაქვს. ბატონო გია, თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს ურთიერთობა. ფაქტია, რომ თუ საკრებულოს ხარდაჭერა არ ექნა მერს, მისი ძალაუფლება მნიშვნელოვნად იქნება შეკვეცილი. იმ შემთხვევაში თუ საკრებულოში არ მოვიდა ის ძალები, რომლებიც თქვენ გიჭერენ ხარს, ამ შემთხვევაში არ გაუჭირდება თბილისის მერს მუშაობა. მე ყველა შემთხვევაში ვარ თანამშრომლობის მომხრე ყველა ძალებთან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 21 საუკუნეში ჩვენი აზროვნება უნდა გადავიდეს სხვა, ასე ვთქვათ, რელსზე და სხვა საფეხურზე უნდა ავიდეს თვისობრივად მაღალზე, იმიტომ რომ ჩვენ არ შეიძლება რომ ეხლა ადამიანები ვიყავთ პარტიებად, ასე ვთქვათ, პარტიის სხვადასხვა პარტიის წევრებად, ჩვენიანებად და სხვისებად. ეს ეპოქა დამთავრდა, იმიტომ რომ ჩვენ შეუძლებელია რომ ეს პროცესი ასე მართოთ, როცა ჩვენ მომხრეები და მოწინააღმდეგეები სულ ეს ისმის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ აქვს ისეთ ფუფუნება, რომ ასეთ პატარა ქვეყანას და ეს როგორც საქართველოს რომელიც ასეთ ძიმე პირობებშია, რომელიც ასეთი ძიმე სამხედრო აგრესიის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან, დღეს ესე ვანაწილოთ ადამიანები, ჩვენები, სხვისები, ჩვენების ეს არ არის სწორი, ამიტომ თანამშრომლობა იქნება გზა ხსნისა, თანამშრომლობა იქნება ერთ-ერთი პრინციპი, ჩემი ყოველ შემთხვევაში და ეს პრინციპი მე მუდმივად მაქვს ცხოვრებაში, და არასდროს არ მეღალატე ამ პრინციპისთვის, რომ მხოლოდ თანამშრომლობით, მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ურთიერთპატივისცემით კეთდება საქმე. ლანძღვით, გინებით და ერთმანეთის ასე ვთქვათ, ხელშეშლით საქმე არ კეთდება. ამიტომ ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიაზროთ და გავითავსოთ ერთი უმთავრესი პრინციპი. ვიდრე ჩვენ ვერ მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თითოეული ჩვენგანის საქმე, თითოეული ჩვენგანის გამოცდილება, თითოეული ჩვენგანის პროფესიონალიზმი არის დაფასებული და ეს ყველაფერი რაც შეიძლება მოხმარდეს ჩვენ ქვეყანას უნდა გავაკეთოთ ჩვენ და არა იმ დაყოფილმა ასე თქვა ჩემად და შენად დაყოფილმა ჯგუფებმა, მანამდე ჩვენ ქვეყანა იქნება მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ ყველა შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ერთობა ამ შემთხვევაში და ადამიანების გაერთიანება ნიშნავს უმთავრეს საფუძველს ჩვენი წარმატებისთვის. სხვა შემთხვევაში ჩემი
ადამიანები და შენიანება დაყოფა ქვეყანისთვის დამღუპველი იქნება. თუმცა ბატონო გია ქრისტიან დემოკრატების განცხადება იყო ასეთი, რომ მათ გამარჯვების შემთხვევაში მე საკრებულოს გულისხმობ, საკრებულო უნდა გადაიქცეს თბილისის პოლიტიკურ ცენტრად, რაც თავისთავად გულისხმობს უკვე პოლიტიკურ დაპირისპირებებს. ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარედ არის ინგა გრიგოლია და მე ვერ ყოველ შემთხვევაში არ მგონია რომ საქართველოში არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის რომ ინგა გრიგოლი არის უსამართლო ან ასე ვთქვათ არაობიექტური და თუ კი შეიძლება დღეს კონდეს დღეს ნამდვილად ყველაზე მაღალი რეიტინგი სამართლიანობისათვის ბრძოლის ეს არის ქალი და მე სხვა შორის მიკვირდა კიდევაც ხშირად რომ როგორ შეუძლია ქალს იმიტომ რომ მაინც ქალის ბუნები ძალიან სუსტია მაგრამ ყველა შემთხვევაში ინგა არის ის ფიგურა და ის პიროვნება რომელიც ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის რომ ქვეყანაში ყოფილიყო მართალი სიტყვა რომ სიმართლეს ეზეება ის არ არის დამთმობი და მე ვფიქრობ რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ის არც გიაჭანტურას არ დაუთმობს და არც სხვას იმას რომ რაღაც არასწორად გავაკეთოთ ჩვენ ამიტომ ყველა შემთხვევაში მე მივესალმებ იმას რომ ქრისტიან დემოკრატებმა ძალიან ჭკვიანური და სწორი არჩევანი გააკეთეს იმით რომ ინგა გრიგოლია სწორედ ქალი იმიტომ რომ დღეს უდიდესი პრობლემა აქვს თბილისს იმასთან დაკავშირებით რომ მრავალშვილენდების პრობლემა დგას მოხუცების პენსიონერების უმწეოთა პრობლემა დგას და დედები რომლებიც ჩვენ ხვდებოდნენ ტიროდნენ და არიციან როგორ ჩაასვან შვილებს როგორ მიიყვანონ სკოლაში როგორ აჭამონ და როგორ გამოყვებონ როგორ მოუვარონ ამას ყველაფერს და ვერც ერთი მამაკაცი ამ პრობლემას ვერ გაიგებს ისე როგორც ამას მოუვლის ქალი და მე კონკრეტულად ინგა გრიგოლიას გულისხმობ იმიტომ რომ ის არის დედა ის არის ქალი და მან ყველაზე კარგად იცის პრობლემა რაც აქვს თბილისის ქალებს და საერთოდ თბილისის ბატონო ბოლოს მე ყველა კანდიდატს ვაძლევ საშუალებას ერთ წუთს იმისთვის რომ იმართოთ ამორჩეულებს არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი ფაქტიურად დიდი მადლობა მე მინდა ყველა შემთხვევაში პირველ რიგში მადლობა მოუხადო ყველას იმ ადამიანს ვისაც ჩვენ შევხვდი და მადლობა უთხრა მათ იმისთვის რომ ისინი ასე გულდასმით გამოეხმარნენ ჩვენ ყველა მოწოდებას და ჩვენ ყველა დაპირებას მე მინდა მადლობა უთხრა თბილისელებს ამ ქალაქის ყველა მცხოვრებლებს და სრულად საქართველოს მოსახლეობას იმიტომ რომ ამ პერიოდში ძალიან ძნელი იყო ადამიანებს გაარკვიათ ვინ არის მართალი ვინ არის მწვანე ვისი დაპირება არის ჭეშმარიტი და ვისი დაპირება არის მცდარი მე მჯერა რომ საქართველოს დაიჯერა ერთი რამ რომ არ შეიძლება ჩვენ ასეთ პირობებში ვიცხოვროთ არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ასეთი დუხჭირაში არ შეიძლება ქვეყანა ასევდეს ასეთ გაჭირვებაში და არ შეიძლება ასეთი იყოს ადამიანისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამიტომ მე მჯერა რომ ადამიანებმა დაიჯერას ის რომ არ შეიძლება მათ ქონდეს ასეთი გადასახადები არ შეიძლება უმუშევრობასთან ბრძოლა გადასახადების შემცირების გარეშე და რომ არ შეიძლება დასაქმებისა და დაბალი ტარიფების გარეშე იმ კრიზისთან გამოსვლა რომელსაც ჩვენ გვინდა თავი დავახცევთ ამიტომ დიდი მადლობა ყველას ვისაც გჯერათ ვინც მოხვალ და მხარს დაუჭერთ თქვენს მომავალს თქვენი შვილების მომავალს და იმას რასაც ჩვენ ვთქვით რომ დასაქმება და დაბალი ტარიფები იქნება თავი ამოსავლის წერტილი თქვენთვისაც და თქვენი ოჯახებისა და ჩვენთვისაც და თუ ჩვენ მხარს დაგვიჭერთ მაშინ მართლა სექტემბერში თქვენ მიიღეთ ხუჯე შემცირებულ გადასახადს მადლობა ბატონო გია წარმატებას გისურვებთ 30 მაისს გია ჭანტურია გახდათ ჩვენი სტუმარი და არჩევანის შემდეგი სტუმარი ალიანსის ლიდერი და მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია საღამოშესა ბატონო ირაკლი კარგად მოგზანდით მონიათით ბატონო ირაკლი ერთი დღეა ფაქტიურად დარჩენილი არჩევნებამდე და მე საუბარს როგორც ბატონ გიასთან თქვენ მთავარი სლოგანით დავიწყებთ ჩვენ შევცვლით რას შეცვლის ირაკლი ალასანია გამარჯვების შემთხვევაში და როდის იგრძნობს ამ ცვლილებებს თბილისელები პირველს რასაც შევცვლით ეს იქნება დამოკიდებულება ხელისუფლების საზოგადოებისადმი მოქალაქისადმი თავარ ღირებულებად ჩვენ ვაქცევთ სწორედ მოქალაქეს მის ჯანმრთელობას მისი პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფას მისი სოციალური პრობლემების გადაჭრას თავარი დეფიციტი რაც დღეს არის საზოგადოებაში და ამას გვზდობ მე ყოველდღიურად ჩვენი შეხვედრების დროს მოქალაქეებთან არის სწორედ დამოკიდებულება ადამიანური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, რომელიც ამ ხელისუფლებას დღეს არ გააჩნია საკუთარი მოსახლეობის მიმართ, საკუთარი მოქალაქეების მიმართ. სწორედ ადამიანმა მოქალაქედ უნდა იგრძნოს თავარ ღირებულებად, რომ ყველაფერი რასაც კი ხელისუფლება აკეთებს, მათთვის უნდა აკეთებდეს, იმიტომ რომ ხელისუფლება მათ მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეა. აქედან გამომდინარე, სწორედ პირველი ცვლილება, რასაც იგრძნობს დამოკიდებულებაში. შემდეგ ჩვენ უკვე საკმაოდ კარგად გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური დაცვის პროგრამა, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა. ამაზე აღარ შევჩერდები, იმიტომ რომ 2 თვის განმავლობაში სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. დღეს მთავარია ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს და გაითავისოს, რომ ერთი დღე 30 მაისი ეს ის დღეა, როდესაც ხელისუფლება, ძალაუფლება გადმოდის მოქალაქეებზე. ჩვენ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. როდესაც დავრჩებით ჩვენ სინდისთან და საარჩევნო ბიულეტენთან რამდენიმე წუთით მარტო. დავიტოვებთ ამ ხელისუფლებას ხალხი. თუ ისევ გადავცემთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას. სწორედ ამ გადაწყვეტილების აი ამ მე ვიტყოდი ამ ეტაპზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნების გადაწყვეტილების
შედეგი იქნება ის, რა მოხდება ჩვენს ქალაქში, ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში, მთელ საქართველოში 4 წლის განმავლობაში. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მართლაც მივახციეთ დიდ წარმატებას. ყველამ ერთად და ეს არის ის წარმატება, რომ საზოგადოებას აღუდგა ნდობა არჩევნების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საარჩევნო გარემო არ არის სამართლიანი, არის უთანასწორო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამას აგიხსნით, მიუხედავად იმისა, რომ არის დიდი ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, ზოგადად მოქალაქეებზე, სამართალდამცავი თუ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოქალაქეებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. ამ არჩევნებმა შეიძინა მართლაც დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა. მიუხედავად იმისა, ისევე როგორც ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მოუწოდებს ბოიკოტისკენ ამ არჩევნების. ეს ბოიკოტი არის ის, რომ შენ მოქალაქეებს ეჭვს უჩენ საკუთარ თავში. თვითრწმენას ართმევ მოქალაქეს, როდესაც ეუბნები, რომ შენი ხმა, შენი გადაწყვეტილება არავის არ აინტერესებს. ესე არ არის. ეს ვიგრძენი მე საზოგადოებისგან ბოლო თვენახევრის განმავლობაში, როდესაც ყოველდღიურად ხვდებოდი მათ და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების მოვა არჩევნებზე, მიიღებს მონაწილეობას და გადაწყვეტილებას მიიღებს არა შიშით, არამედ საკუთარი შინაგანი კარნახით. ასევე მე დღეს მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით მივმართო განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. 21,000 ჩვენი თანამოქალაქე სპეციალურ უბნებზე იღებს მონაწილეობას არჩევნებში. მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ ეგრეთ წოდებული ზეპირი ბრძანებები არის გაცემული, რომ მათ აუცილებლად უნდა მისცენ ხმა ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ მათი ხმა იქნება გამჟღავნებული. ანუ ვიღაცა გაიგებს ვის მისცა ამ ადამიანებმა, ამ მოქალაქეებმა ხმა. ეს არის არასწორი, ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ყველას ხმა, ფარულობა ამ ხმის, კონფიდენციალურობა არის გარანტირებული. დღეს როგორც ჩვენი დამკვირვებლების, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების და თვითონ დღეს არსებული საარჩევნო სისტემის მიერაც კი. ამიტომ ყველას ვთხოვ, მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი რწმენით მიიღოს გადაწყვეტილება 30 მაისს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ცვლილებები დაიწყება ამ არჩევნებით. ეს არის პირველი ეტაპი, პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის გამტკიცებისთვის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის. ამიტომაც ავირჩიეთ თავიდანვე სწორი გზა, არჩევნების გზა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ ეს არის ძირითადი გზავნილი, ძირითადი სათქმელი, რაც მე მინდოდა ჩემი თანამოქალაქეებისთვის მეთქვა, ყველა პრობლემის წირაშე ჩვენ ვიქნებით ერთად. არავითარ შემთხვევაში არ მოგიწევთ პრობლემებთან მარტო ბრძოლა. ჩვენ გვყავს ერთმანეთი. სწორედ ამ გაერთიანებული ძალით ჩვენ მართლაც შევქმნით უკეთეს მომავალს ჩვენი თავისთვისაც და ჩვენი შვილებისთვის. ბატონო ირაკლი, ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და იმაზეც მეტყოლებს, რომ ძალიან ბევრი ევროპელი დამკვირვებელია ჩამოსული და ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ იქნება ადგილობრივი არჩევნები. არცაც მასია 30 მაისს მარტო. ეს გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ 30 მაისს არჩევნები ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩაივლის. ხა თვითონ მე უკვე აღნიშნე, რომ ზოგადად წინასაარჩევნო პროცესი არ იყო სამართლიანი. ბოლო ერთი თვეა რეალურად, რაც მედიამაც დაბალანსებულად დაიწყო გაშუქება ოპოზიციური ძალების კანდიდატების, მანამდე იყო საშინელი დამოკიდებულება თვითონ ძირითადი ნაციონალური მედიის საშუალებების მხრიდან ოპოზიციური კანდიდატების მიმართ, მთლიანად იყო გადასული ეს მედია სახელმწიფო კანდიდატის მხარდაჭერაზე. ბოლო ერთი თვეა შეიცვალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეცა საშუალება რეალურად დაენახა ვინ არის. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო დღეს, დამოკიდებული იქნება ეს იმაზე, როგორ ჩაევლის 30 მაისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიდ გაყალბებას არ ექნება ადგილი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მიეცემა ყველა ადამიანს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. და ამ შემთხვევაში გაკეთებული იქნება დასკვნები ჩვენს მიერაც, პირველ რიგში ეს ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერაც. რამდენად აქტიური იქნება მე დავამთავრებ ჩემს თუ შეიძლება, მართლაც უპრეცედენტო ინტერესია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადგილობრივი არჩევნების მიმართ. იმიტომ რომ ეს მართლაც არის გამოცდა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, მთელი საზოგადოებისთვის. ვარ თუ არა ჩვენ მზად რეალურად დავიწყოთ ჩვენი გაერთიანების პროცესი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვარ თუ არა მზად ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ, რომ არსებობს სხვა გზა გარდა არჩევნებისა ხელისუფლების შეცვლას. აი ამის დემონსტრირება თუ ჩვენ ერთად მოვახერხეთ, ჩვენ ქვეყანას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს და მე ამის დიდი იმედი მაქვს. რამდენად ელოდებით, რომ მოსახლეობა იქნება აქტიური ამ არჩევნებზე? ველოდები, ეს ბოლო თვეების განმავლობაში ჩემი შეხვედრებით გამოჩნდა და სწორედ ამიტომაც აღვნიშნე, რომ ჩვენ დავამარცხეთ უიმედობა. იმ
პოლიტიკურმა ძალებმა ვიც ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. დავამარცხეთ ეს უიმედობა ხალხთან ერთად. საზოგადოება ძალიან აქტიურია, შეხვედრებშიც გამოჩნდა. ადრე თუ ერიდებოდათ გამოსვლა, იმიტომ რომ ვიღაცა კამერით იღებდა, იმიტომ რომ პოლიცია ასევე აფიქსირებდა ვინ ვის ხვდებოდა. დღეს ეს შიში მართლაც მოიხსნა. დღევანდელი შეხვედრების ჩემი ეს იყო ვაზის უბანში და სხვა რაიონებში სწორედ ამის დამადასტურებელი იყო. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს და მწამს რომ არჩევნებში საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიღებს თქვენი მონაწილეობას. წინასაარჩევნო კამპანიით თუ ხართ მაყოფილი? თუ თვლით რომ ანუ სრულად მე ვთვლი რომ ჩვენ მაქსიმალურად გზავნილი შევძელით რეაქციით სრულად მოსახლეობას. იმ ფინანსური რესურსებით რაც გაგვაჩნდა სწორი გულწრფელი კამპანიის ჩატარება. ვიმეორებ გულწრფელი იმიტომ რომ მე არ ვეხები სხვა კანდიდატების კამპანიას, მაგრამ ჩვენი არც ერთი დაპირება არც ერთი სიტყვა, რომელიც მივეცით ჩვენს მოსახლეობას, არ არის არარეალური. ყველა არის ეკონომიკურად და ფინანსურად დასაბუთებული და არც ცილდება მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. მე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო, ეს დღე 30 მაისი არის ის არჩევნები, როდესაც ყველა თითოეული ჩვენთაგანის ხმა იქნება ის ხმა, რომელიც დაიწყებს ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. ყველას მოუწოდებ მივიდეს არჩევნებზე. რიგმა ჩვენი მოსახლეობის არ მიიღო მოსაწვევები და ესეც დღეს ბევრი შეკითხვის ჩემს მიმართ ბევრი შეკითხვა გაჩნდა, რომ რატო არ მიიღეთ მოსაწვევები არჩევნებზე. მე მინდა უთხრა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა მივიდეს არჩევნებზე და ის საკუთარ გვარს საარჩევნო სიაში იპოვის და მიიღოს გადაწყვეტილება ადგილზე, ვის დაუჭერს მხარს. მე რა თქმა უნდა მოუწოდებ ყველას, რომ მხარი დაგვიჭიროს ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რეალური ცვლილებების გეგმა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც არასდროს არ დავპირებივართ არავის იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებდით. და ბატონო ირაკლი, მე 1 წუთს გაძლევთ ახლა იმისთვის, რომ მიმართოთ თქვენ სამომრჩევლოს არჩევნებამდე კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. სათქმელი პრაქტიკულად უკვე ვთქვი, მაგრამ ერთს კიდევ ვეტყვი. თავარი, რაც 60 წლის განმავლობაში ჩვენ განვითარებას აფერხებდა იყო ის, რომ ადამიანები არ ვენდობოდით ერთმანეთს. მოდი დღეს ვენდოთ ერთმანეთს. მე ერთი ხმა მაქვს, ისევე როგორც თქვენ და თითოეულ მოქალაქეს, მაგრამ თუ ეს ხმები გავაერთიანეთ, ჩვენ ისეთ ცვლილებებს დავიწყებთ, რომ მომავალი შეიქმნება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენთვის და რაც მთავარია, ქვეყანას გაუჩნდება პერსპექტივა. გახდეს რეალურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ვიყოთ მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრი. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მე წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. გახდათ ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ არჩევანის სტუდიაში ზვიად ძიძიგურს ველოდებით. არჩევანი პირდაპირ ეთერში ზვიად ძიძიგურთან ერთად ბრუნდება. საღამოშიდობისა ბატონო ზვიად, მადლობთ რომ მოგბრძანდით. საღამოშიდობისა ბატონო ზარ. ბატონო ზვიად, ბრძოლა დღესვე. დღეს თქვენი თანაგუნდელისგან კიდევ ერთი ახალი სლოგანი მოვისმინე, ბრძოლა ბოლომდე. როდემდე აპირებს ბრძოლას ზვიად ძიძიგურა? სანამ ცოცხლები ვართ, უნდა ვიბრძოლოთ აბა რა. ისთვის იბრძვით? ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი და ჩვენს ბავშვებს გქონდეთ უკეთესი დღე. ეს არის ბრძოლა. ვიღაცა ბრძოლა გონია რაღაც საშიში სიტყვა და აგრესიული. ბრძოლა ნიშნავს სიცოცხლეს. სადაც ბრძოლა არ არის, სიცოცხლე არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სწორი სლოგანია და მთელმა საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბრძოლაშია სწორედ სიცოცხლე და ბრძოლა და სიცოცხლე ჩემთვის სინონიმია და ტოლობის ნიშანს დავსვამდი. ბატონო ზვიად, რას ველოდებით 30 მაისის არჩევნებს? თქვენი პროგნოზი როგორია? მე ხა რას ველოდები 30 მაისის არჩევნებს ამას გიპასუხებთ, მაგრამ ერთი კითხვა მაწუხებს და რო არ დავსვა არავით არ შეიძლება. ის სად არის გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რატო არ მოდის ის ამ დებატებზე უნდა გითხრათ? არა, დებატები არც გვაქვს დღეს ჩვენ. არა გვაქვს, მაგრამ მე ხა ეს კაცი არ ჩნდება, არ ლაპარაკობს, გუშინ იმედის ეთერში ქონდა, არც იქ არ გამოჩნდა და საერთოდაც მე უბრალოდ ბატონო ზვიად, მე სულ რაღაც ორი გადაცემის წინ ვყავდა გიგი უგულავას სტუმრად, მას საკმაოდ დიდი დრო ქონდა საუბრობ და ამიტომ სამი გადაცემის წინ მე ვიყავი და ამ ფორმატში რომ მობრძანდეს და ელაპარაკოს ხალხს, რაც ალაპარაკოა, იქნება ძალიან კარგი და საერთოდ მერობის კანდიდატები არ უნდა ამბობდნენ უარ შესაძლებლობაზე, რომ ხალხს ელაპარაკონ. რა თქმა უნდა, მათ რა თქმა უნდა სალაპარაკო დრო ბევრი ქონდათ, მაგრამ სადაც ოპოზიციური კანდიდატები ვიკრიბებით, ასე ვთქვათ, იქ ძალიან ძნელად ჩდება ხოლმე და ბუნებრივიც არის ხა, იმიტომ რომ დღეს კამპანიას ხო სააკაშვილი ატარებს ბატონო ზაარლი, ხლა ჩვენ ყველა ხედავთ, ბავშვები არც ერთი არა ვართ, ხედავთ, როგორ აქტიურად არის სააკაშვილი მოდებული საქართველოს თავს და ბარს, ხან რაღაც ნოვაციებით გამოდის, ხან რაღაც ნოვაციებით გამოდის და გიგი უგულავა ძირითადად არის დაკავებული იმით, რომ ბოჩოლასავი დაძდევს უკან მიხეილ სააკაშვილს. ეს არის მის საარჩევნო კამპანია და მე მინდა უბრალოდ საქართველოს ამომრჩევლო
საქართველოს უთხრა, საქართველოს მოსახლეობას უთხრა მთლიანად, რომ ეს არ არის ადგილობრივი არჩევნები. ეს არის არჩევნები, როდესაც წყდება სააკაშვილის ყოფნა არ ყოფნის ბედი. და საერთოდ თბილისის მერი თუ გახდება ოპოზიციონერი, ეს იმას ნიშნავს, რომ წელსვე იქნება ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. პოლიტიკური ბალანსი იმდენად შეიცვლება ქვეყანაში. ამიტომ მე მინდა ყველას უთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს ამ არჩევნებს. სააკაშვილი თვითონ ანიჭებს ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას და სწორედ იმიტომაცაა ასე აქტიურად ხან ხედავთ ერთ ფორმაში, ხან მეორე ფორმაში, ხან სად დადის, ხან სად დადის და მე არ ვფიქრობ, რომ ამით ის რამე პოზიტივს მატებს დაუშვათ საარჩევნო კამპანიას, მაგრამ თვითონ მისთვის კი ეს ნამდვილად მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხია და დღეს როცა პარლამენტია მთლიანად დათხოვნილი იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაეხმაროს რეგიონებში, იმისათვის, რომ მთელი ცენტრალური ხელისუფლება არის ჩართული, სახელმწიფო სტრუქტურები ფაქტიურად ჩვენ ოპოზიციონერებს გვიწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება ხელისუფლების კი არა, სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ. პრაქტიკულად ასეთი მდგომარეობაა. მაგრამ რას ველოდები 30 მაისს ამაზე გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, რას ველოდები და ველოდები იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მიცემს ხელისუფლებას ხმას, ჯარი მიცემს ხელისუფლებას ხმას, კარუსელებს გააკეთებენ, სადაც ვერ გავაკონტროლებთ. სიები გაბერილი აქვთ, კიდევ ბევრი ათასნაირი შესაძლებლობები აქვთ. ამის მიუხედავად არჩევნებს იგებს ის, ვისაც ხარს დაუჭერს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. მე ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება არის მომზადებული იმისათვის, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში არ გავაგრძელოთ ცხოვრება და არ გავაგრძელოთ საქმიანობა, ვინაიდან დღეს საქართველო არის ძალიან საშიშ მდგომარეობაში და რავს გულისხმობ გეტყვით. ჩვენ გვაქვს ისტერიული დაპირისპირება რუსეთთან და ჩვენი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იცით არის რუსეთთან დიალოგის დაწყება, რუსეთთან ნორმალიზება ურთიერთობის და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს რუსეთთან ასეთი დაპირისპირებული ურთიერთობა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომ საქართველო არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში. და ამის პარალელურად მიხეილ სააკაშვილი ირანის პრეზიდენტს პატიჟებს საქართველოში. იმ სახელმწიფოს პრეზიდენტს, რომელიც არის სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ანუ მე მინდა მოსახლეობა მიცოდეს ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს დაშანტაჟებას ამერიკის ხელისუფლების, იმით რომ შენ თუ არ მომაქცევ ყურადღებას, მე ირანის ხელისუფლებასთან დავამყარებ მეგობრულ ურთიერთობას და რითი აშანტაჟებს, ვისით აშანტაჟებს, ამ ქვეყნით აშანტაჟებენ, ამ ქვეყნის ბედით თამაშობენ, ამ ქვეყნის მოსახლეობის ბედით თამაშობენ. ეს არის ძალიან საშიში თამაში და ბაბუამისის დატოვებული არ არის სააკაშვილისთვის ეს ქვეყანა. არც ეს ხალხი არის მისი სათამაშო და მისი ესეთი განკარგვის სუბიექტი თუ ობიექტი და ჩვენ ვართ ამის კატეგორიული წინააღმდეგი და ამიტომ ვაცხადებთ, რომ ამ არჩევნებზე შეიძლება ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად გადაწყდეს საქართველოს ბედი. თუ კი თბილისის არჩევნებს, მე ხალხს უსვამ ამას, ზუსტად თბილისის არჩევნებს შეუძლია გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. ვინაიდან თბილისის არჩევნებზე მერის შეცვლა ნიშნავს პოლიტიკური ბალანსის ძირფესვიანად შეცვლას და თუ ქართველი ხალხი, თუ კი თბილისის მოსახლეობა ამ ნაბიჯს გადადგამს, თუ 9 მილიონი კაცი მოვიდა თბილისში არჩევნებზე, ჩემო მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მშვიდობიანი და წყნარი გზით. მაგრამ ბატონო ზვია, თუ 9 მილიონი ადამიანი მოვიდა არჩევნებზე, მაგრამ ზვია დიზიგურმა ვერ გაიმარჯვა არჩევნებში. მზად ახართ რომ გამარჯვებულს მიულოცო და აღიაროთ შედეგები? მე მზადა ვარ რომ ოპოზიციას მიულოცო ნებისმიერ ოპოზიციონერს და ახლა როცა მიხეილ სააკაშვილი მთელს საადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, მთელს ბიუჯეტს იყენებს, მთელს ყველაფერი რაც აქვს საქართველოში ყველაფერი იმისთვისაა გამოყენებული რომ როგორმე გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, მე როგორ მიულოცავ მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვებას თუ კი ესეთი რამე მოხდა, ნუ იყოფინ, ეგეთი რამე ნუ მოხდება ოღონდ. მე მინდა გითხრათ ნებისმიერ ოპოზიციონერს მიეცით ხმა და ნუ მიცემთ ამ დაწყევლილ 5 ნომერს ხმას, თორემ საქართველოს ბედი წავა უფრო ცუდად. მე მინდა მადლობა თქვენი ეთერით გადაუხადო ბატონ შალვა ნათელაშვილს, რომელმაც გუშინ თავის ბრიფინგზე დააფიქსირა პირდაპირ თავისი პოზიცია და თქვა, ვინც მიდიხართ არჩევნებზე, მიდით და ეს ხუთიანი არ შემოხაზოთ ნებისმიერ ოპოზიციონერს მიეცით ხმა. მე გეტყვით ჩემს პოზიციას, როგორი პოზიციაც გამაჩნია. მე არ უგიჟდები ყველა ოპოზიციურ პარტიაზე და მათ პროგრამებზე და მათ დამოკიდებულებებზე პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის შემოხაზვა ჯობია საქართველოში, ვიდრე შემოხაზო ეს 5 ნომერი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება გაგრძელდეს, იმიტომ რომ რუსეთთან ის ისტორიული დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის არის დამღუპველი, ის აგდებული დამოკიდებულება, რომელიც ხელისუფლებას აქვს თავისი მოსახლეობის მიმართ და რავს გულისხმობ ამაში გეტყვით. ქალაქში, სადაც ყველა გზაჯვარედინზე დგას მათხოვარი მოხუცი და ბავშვი. ქალაქში, სადაც პენსია არ ყოფნის ადამიანს იმისათვის, რომ წამალი იყიდოს, სადაც ბავშვების ფეხსაცმელები ვერ ჩაუცვლელია
განსხვავებულად, სადაც ადამიანების უმრავლესობა დიდი ნაწილი ძალიან თბილისში ცხოვრობს სოროში, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ამ ქალაქში აშენებენ 80 მილიონიან შუშის ხიდს. ამ ქალაქში 50 მილიონს ხარჯავენ საახალწლო ღონისძიებებზე. ამ ქალაქში აშენებენ გმირთა მემორიალს, არ ვიცი რამდენი მილიონი დახარჯეს, მაგრამ ერთი ვიცი რომ იმ ქალაქში სადაც ყველა ინვალიდს, ყველა ომის ვეტერანს, ყველა მათ ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარება, რომელიც მათხოვრული იყო და ძალიან დაბალი დონის იყო, გმირთა მემორიალით უნდათ რომ მოიწყიდონ ეს ადამიანები. არა, ამ ადამიანების პატივისცემა იქნებოდა თუ მათ ოჯახებს მივაქცევდით ყურადღებას, თუ მათთვის სოციალური დახმარება იქნებოდა. ჩვენ არ გვჭირდება რა, ამსტერდამში ვცხოვრობთ, ჟენევაში ვცხოვრობთ თუ ბარსელონაში. რა გვინდა 80 მილიონიანი ხიდები, სადაც ადამიანები უმუშევრები, მშივრები და გასაცოდავებულები არიან. ესაა შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების. ეს არის თქმა იმისი რომ შენ რა გაწუხებს ცალფეხზე მკიდია. თავარია მერისი ხოში მაქვს. აი ეს არის ცალსახად. გმირთა მემორიალი არ უნდა იყოს საქართველოს თქვენ. გმირთა მემორიალი უნდა იყოს, მაგრამ გმირებს და ვეტერანებს თუ დავაფასებთ, ეს იქნება გაცილებით უკეთესი დაფასება გმირებისა და ვეტერანების და პატივის დადება, ვიდრე ის რომ შენ რაღაცა პომპეზური რაღაცეები დადგა და ამით მოიწონო თავი და გააკეთო რაღაცა პიარ ღონისძიება. პიარით არ შეიძლება პატივისცე გმირებს და პიარით არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პატივი და საერთოდ ეს სიყალბის ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილი როცა გამოდის 26 მაისს და აღლუმს იბარებს კაცი, რომელიც ბრძოლის ველიდან გამოიქცა და მიატოვა თავისი ჯარისკაცები ბრძოლაში. აღლუმს იბარებს კაცი, რომელმაც როცა ბიჭები ეყარა, დახოცილი ბიჭები ცხინვალის რეგიონში, მაშინ კონცერტი მოაწყო რუსთაველის გამზირზე. ეს კაცი იბარებს აღლუმს და არავითარი მორალური უფლება არ აქვს ამის გაკეთების და რა უფლება შუბთან ხელი მიიტანოს ასეთმა კაცმა და ჩაიბაროს აღლუმი. მე მაპატიეთ რომ ცხარდები, როდესაც ასეთ თემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ მე მინდა ყველას უთხრა საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ ვართ სერიოზული საფრთხის წინაშე. ჩვენი ქვეყანა არის დიდი საფრთხის წინაშე და როდის უნდა მივხვდეთ ამას? უკვე დაიწყო წელზევით შიშველმა სირბილი და ტრუსების ამარა სირბილი ტელეკამერების წინ. სანამ დედიშობილა არ დაიწყებს სირბილს, ხომ უნდა მივხვდეთ რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომ ჩვენ ქვეყანაში არის არაადეკვატური ხელისუფლება, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია დაღუპოს ეს ქვეყანა საბოლოოდ და გეუბნები ძალიან სახიფათო თამაშებს თამაშობს ეს კაცი. ამიტომ მივხედოთ ხალხო, გულის გატეხვის დრო არ არის ეხლა, გამოვიდეთ ამ არჩევნებზე. ერთადერთი გზა რითიც ხელისუფლების შეცვლა შეიძლება ეს არის არჩევნები. სხვა გზა ვინმე მიცის? სხვა გზა არ არსებობს. ბატონო ზიად, თქვენ ახლა მთელი 10 წუთი თითქმის საუბრობდით საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას დაუთმეთ. მე ახლა გაძლევთ 1 წუთს რომ ამორჩევლებს მიმართოთ და ამორჩევლებს შემდეგ რამეს. ჩემო ძვირფასო საქართველოს მოსახლეობა, მთელი საქართველო გვიყურებს ახლა ეს რეიტინგული გადაცემა. ამ ქვეყანას არიან დაპატრონებული ჭინკები. ეს ჭინკები არად დაგიდევენ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს რელიგიას, ჩვენს ოჯახებს. იციან მარტო ინგლისური და კომპიუტერი. სხვა არაფერი არ იციან ამათ. ნუ დავაჩაგრინებთ ამ ხალხს. ამ ქვეყანაში ცხოვრობს ღირსეული, შრომის მოყვარე, თავისუფლების მოყვარე ადამიანები. ნუ დავისვამთ ამ ხალხს თავზე, გამოდით არჩევნებზე. სხვა რამე სხვა არ ვამბობ. თუ ამ არჩევნებში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, თუ თბილისის მერის არჩევნებზე ისევ ხელისუფლება დარჩება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ კი არ დავანებებთ ბრძოლას თავს. რა თქმა უნდა, ისევ გავაგრძელებთ, მაგრამ თქვენ თითოეულ თქვენგანს, რომელსაც პრობლემები გააქვთ, ის პრობლემები გაგიორმაგდებათ და ფორმულა იცით რაშია გამარჯვების? ყველაზე მეტად ვისაც გიჭირთ, გამოდით არჩევნებზე ყველაზე აქტიურად. აი ეს არის ფორმულა გამარჯვების და მე მოგიწოდებთ რომ აი ამ გამარჯვების ფორმულაში მივიღოთ ყველამ აქტიური მონაწილეობა და ნურავის ნუ დავამადლით იმას, რომ ავდგეთ და გავიაროთ 9 კილომეტრი და ჩავაგდოთ ხმა ყუჩი და მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადოთ. ვინც სახში რჩება, სააკაშვილს აძლევს ხმას. ეს არის ჩემი პოზიცია, ეს არის ეროვნული საბჭოს პოზიცია და ეს არის სწორი პოზიცია. მადლობა ბატონო ზიად, წარმატებას გისურვებთ 30 მაისს. ზიად ზიზიგური გახდა ჩვენი სტუმარი და ახლა მრეწველების ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გოგი თოფაძე არჩევანის სტუდიაში. საღამოშვიდობის და ბატონო გოგი. საღამოშვიდობის და მადლობთ რომ მოგბრძანდით ხოთ. ზიადის ემოციური გამოსვლის მერე არ გავждე? კი ბატონო გაბრძანდით. ბატონო გოგი, მე ყველა კანდიდატთან სლოგანით დავიწყე საუბარი და თქვენთან კი ბატონო. მოდიხართ საქმით და პირდებით საქმეს თბილისელებს. როდის ნახავს თბილისი საქმეს? სლოგანის რომელ ნაწილში გეპარებათ ეჭვი, რომ მოვდივარ საქმით თუ არა, რომ მოდიხართ საქმეს, ამაში არ მეპარება ეჭვი. ნუ მეორე შეგეპარებათ ეჭვი, დამერწმუნეთ. ვერაფერს ვერ შევპირდები იმაზე მეც, რასაც გავუკეთებ ჩემს თბილისელებს და ალბათ ჩემს მოქალაქეებს. ჩვენ ყველაზე ნაკლებს პირდებით, სხვა შორის დააგვირდეთ იმ 12
პუნქტში ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ნამდვილად შევასრულებთ და ვთხოვთ კიდევაც საზოგადოებას, რათა ხვდებოდით, ვეუბნებოდით თუ რამე გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ რაღაცას არ ვამბობთ სწორედ, ან მეც ვამბობთ, დაგვისვით წარეკითხვები და ყველაფერს გაგცემთ ყველას პასუხს. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვები იყო და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც 15 წელი პრაქტიკულად ვართ ერთი და იგივე პოზიციაზე, ძირითადში ეს იყო, რომ წარმოება, სოფლის აღორძინება, გადასახადების შემცირება და მოველით ესე დღემდე არც ბლოკები გვაქვს არავისთან, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამორჩევლის იმედის, ძალიან მყარი ელექტორატი ყავს სხვათა შორის მთელ საქართველოში. ყველასთვის მისაღებია ჩვენი პროგრამა და უნდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრების დროს გამოჩნდა რამდენად ესმის საზოგადოებას, რამდენად მიღებულები ვარ ჩვენ მათთვის, რომ ჩვენ პოზიციაზე ვდგევართ, არ ვიცვლით არავისთან, არ შეიძლება რაღაც საერთოები გვაქვს ძალიან ბევრი ოპოზიციონერთან, მაგრამ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი პოზიცია და ამას დავიცავთ. რაც შეეხება იმ პერსპექტივებს, რასაც ჩვენ საუბრობთ, უნდა გითხრათ, რომ საზოგადოება შეშინებული ამ ქვეყანას ვერ შეცვლის. დამერწმუნეთ, ამ ხელისუფლებას დათვლილი აქვს დღეები. ამათმა იმდენი აკადრეს ქართულ ხალხს, საზოგადოებას, ისეთი რაღაცები იკადრეს, რომ წარმოუდგენელია, რომ ამათმა გააგრძელონ. მათ დაეკარგათ საერთაშორისო ხარდაჭერა. ადგილზე ხო რა თქმა უნდა, ის რასაც ესენი ტრაბახობენ, ჩვენ ამდენს ვიზამთ, მოვიგებთ. ვინ გაძლევთ ხმას, ვინ რტოლვილი, მეცნიერი, პენსიონერი, ექიმი, მასწავლებელი, ვინ არის? ჩვენ ამათ ყველას შევხვდით და დავინახეთ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია მათთვის დღევანდელი ხელისუფლება, მათი პროგრამა და ამათი დემონტაჟი ძალიან მალე მოხდება და რატომ? ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი მოუთფინა ამ ხელისუფლებას. ალბათ არც ერთი ჩვენი, არც მეზობელი, არც სხვა ქვეყანა ვერ აიტანდა იმას, რასაც ეს ხელისუფლება აკადრებს ქართულ ხალხს. და ნუ რავის ნუ გონია ახლა მე არ ვეთანხმებთ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას, ოპოზიციონერს, რომ არა მაინდა-მაინც დემოკრატიული გზით. დემოკრატიული გზა ეს არის არჩევნები, იმპიჩმენტი, რომელიც ამათ ხელში პრაქტიკულად შეუძლებელია. ალბათ სხვა გზას უნდა გამოვიყენოთ, რომ დავარწმუნოთ საზოგადოებას. ბევრი საშუალებაა, ძალიან ბევრი. ნუ დავაკონკრეტებთ, თუნდაც დაუმორჩილებლობა საზოგადოებრივი სხვადასხვა კიდე სხვა. არც უკიდურეს გამოვრიცხავ. თუ ჩვენ ვერ მივახციეთ ამას არჩევნებით, ერთადერთი გზა რჩება, რომ ეს ხელისუფლება უნდა რამე სხვა გზით მოვაცილოთ საქართველოს. რაღაც რადიკალურ გზებზე არც მაგას გამოვრიცხავ. უნდა გითხრათ, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. ეხლა რა შეა საქმე, მე გეტყვით რა. საზოგადოებას ყველაზე დიდი შიში სწორედ უპერსპექტივების გაუჩნდა. დაინახეს, ნუ 1 იყო, 2, 3 წელი, 5 წელი, 10 წელი. ვერ დაინახეს ეს დანაპირები, ეს ყველაფერი ტყუილი რო გამოდგა, რომ აბსოლუტურად განწირულია ხალხი, რომ ყველაფერი იყიდება საქართველოში, იყიდება ყოველგვარი საზოგადოების გასაგებად. გაიყიდა ენგურჰესი, გაიყიდა ფოთის სპორტი, არაბებმა იყიდეს, გაიყიდა თბილწყალი და ბევრი სხვა ობიექტი. არც ერთზე ის ხელშეკრულების მომენტი ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მოვა დრო ძალიან მალე, დამერწმუნეთ. ამას ამოვიღებთ, შევამოწმეთ, გავიგებთ საწავიდე ეს მილიარდები, რომელიც იყიდებოდა. სხვათა შორის ყველა ეს აქტივები, ანუ ობიექტები, იმ ჩარესხილებმა შექმნეს, ვისაც დღეს დასცინეს ჩვენი პრეზიდენტი და არ მიაჩნია, რომ ის არის საზოგადოების აქტიური წევრები, ვინც ძალიან ბევრის გამკეთებელია. ჩარეცხარ, ესე იგი მე ვიმეორებ კიდე. ნუ ტრაბახობენ იმიდან, ნუ აშინებენ ხალხს, რომ ჩვენ 57% ქონია. ვისგან აგაქვთ ეს გაგვაგებინეთ? ვინ გაძლევთ თქვენ ხმას, ჩვენ ვერ ავნახეთ 140-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარეთ, კაც. ვერ ვნახეთ ვერც ერთი კაცი, ვინც თქვას, რომ ჩვენ მოგწონს დღევანდელობა. ვინ არის? ანუ თქვენ იქნება თქვენ მითხრათ რა? არა, ბატონო, ამის ხო ოფიციალური გამოკითხვები არსებობს და ეს არის სოციოლოგიური გამოკითხვის დასკვნები, რომლებიც იდება. ბუნებრივია, თქვენ როდესაც ხვდებით ელექტორატს, იქ უმეტესი ნაწილი ის ხალხი არის, ვინც თქვენი მხარდაჭერი მოდის. პირიქით გეტყვით, გამოკითხვა კეთდება იმ ხალხზე. ამათ ყველაფერი ეს დაგეგმილი აქვს. ვინ აკეთებს ამ გამოკითხვას? ან
რას გვეუბნებიან ის დამკვირვებლები, რომელიც ჩამოდიან აქ. 95 წლიდან, როცა ტომრებით იღრებოდა ეს ბიულეტენები, კარგად იცის სულ ყველამ და მე სხვადასხვა ტექნოლოგიებია გამოყენებული. სულ ყველა ერთხმად ლაპარაკობს, რომ ჩატარდა დემოკრატიულად რაღაც პატარა დარღვევებით. არც ახლა მჯერავს მაგათი. არ ვიცი რა, მისი ჩამოდიან. დამკვირვებლები არ არიან, სანდო თქვენი შეფასებით. არა, მე მიმაჩნია, რომ ქართველები იყვნენ დამკვირვებლები, ქართულ საზოგადოებაში მოინახება ის ხალხი, ვინც რეალურად შეაფასებს რა ჩაიდინეს ამათმა არჩევნებზე. თუ ვინმე ამას ლაპარაკობს, რომ აქამდე არჩევნები არ ყავდებოდა, მაშინ უნდა პასუხი აგოთ ამაზე, იმიტომ რომ ხვალზე მოეთხოვება პასუხი ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა ამ წლების მანძილზე. ის რომ ჩვენ სოფელი მოუკალით, გავაცარიელეთ, გავაუბედურეთ ფერმერები, სოფლელები, ის ხალხი ვინც შრომას იყო დაშული დღეს ვერაფერს ვეღარ აკეთებს. ქალაქში რა ხდება? ნუ თქვენ ალბათ არ გივლიათ, აი ბოლო ეს 2 თვე ჩვენ ისეთი უბედურება ვნახეთ ქალაქში. 21 საუკუნეში ამას როგორ იტანს ქალაქი? ან როგორ ძინავს ქალაქის მერს, რომელიც სულ პერსპექტივაში ლაპარაკობს. 7 წელი რო იყავი, ჩემო ბატონო გიგი, ქალაქის მერი, რა გააკეთე ისეთი, რომ მოაწონო ხალხი შენ თანაქალაქელებს. რატომ გონია რომ შენ უნდა აგირჩიონ კიდე და 4 წლის მერე ყველაფერი გაიყიდება ქალაქშიც, ქვეყანაშიც და ვერაფრით ვეღარ ამოძრებით ამ უსწრულიდან. მოეგეთ გონს ისე რაც ხომ განახათ მაგალითი, სხვა ქვეყნის პრეზიდენტმა, სხვა ქვეყნის თქვათ მერებმა გადადგენ დაანებეს ხალხის სვალებას თავი და თქვენს უნდა ესეთი ნაბიჯი გადადგათ. არ მოგითმეთ ხალხი და შეიძლება ეს უმართავი პროცესები დამთავრდეს ეს თქვენი თარეში საქართველოში. გეყოფათ, გაათავეთ ეს და მოიხადეთ ხალხის წინაშე ბოდიში ის 8 მილიარდი, რომელიც აქედან გაიტანეთ, დაუბრუნეთ ქართულ ხალხს და მე შეიძლება ვილაპარაკოთ, გაპატიოთ თუ დაგსაჯოთ იმაზე, რაც თქვენ ჩაიდინეთ საქართველოში. ბატონო, თქვენ გაქვთ 12 პუნქტიანი პროგრამა, რომელიც წარუდგინეთ მოსახლეობას. როდიდან დაიწყებს გოგი თოფაძე ამ პროგრამის განხორციელებას თუ ის თბილისის მერი გახდა? და რამდენ ხანში იგრძნობს ხალხი ცვლილებებს? ძალიან მალე. ზოგიერთი პუნქტი მათ 60 თვეში შესრულდება, მანდა გვაქვს და რაც თავარი იქნება, თუ გავხდები მერი, დაიწყება ამ ხელისუფლების დემონტაჟი. აუცილებლად საზოგადოება ვერ აიტანს ვერც მერს, ვერც რომელიმე სხვა პოლიტიკურ ფიგურას, ვინც ამათ შეეგუება და ამათ გუნდს აყვება აი ამ ზაკრულ გეგმებში. მე ვლაპარაკობ, ქალაქის მერი არის ძალიან სერიოზული პერსონა, მას აქვს უდიდესი უფლებები, საშუალებები და თუ ის არ იქნება ამ გუნდის წევრი, ანუ იქნება ოპოზიციის რომელიმე წევრი, ის ჯერეთი ვალდებული იქნება შეასრულოს ყველა ის დაპირება, რაც მიცემული აქვს, რასაც რა თქმა უნდა არ აკეთებდა ეს ხელისუფლება. გაგახსენეთ მათ დაპირებებს, მილიონი სამუშაო ადგილი, საქართველოს სიღარიბის გარეშე და ასე შემდეგ. ის ვალდებული იქნება პირველი მაგის მოვლება იქნება დაიწყოს სერიოზული სამუშაო, რომ ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლებამ დატოვოს საქართველოს. და ბატონო გოგი, 1 წუთი რომ მიმართოთ ამ ურჩევნას. კი ბატონო. მე ძალიან მადლობელი ვარ. ჩვენ ყავს ძალიან მყარი ელექტორატი, გავიმეორებ, თვითონ ჩვენ 15 წელი მოდივართ ერთი პროგრამით, ერთ რამეს ვთხოვთ ამ ხელისუფლებას, ჯერ ვერ მივახციეთ, მაგრამ მივახცევთ. საბოლოოდ ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, ის იძულებული იქნება იფიქროს თბილისელებზე, ქართველ ხალხზე საერთოდ და არა აიგდოს მასთან სულ ყველა სოციალური ფენა. ჩვენ მადლობლები ვართ იმისა, რომ ყველამ ძალიან კარგად გაიგო ჩვენი პროგრამა. მე ვფიქრობ, ჩვენი ნდობის ფაქტორი ყველაზე მაღალია, ყველასთან, იმიტომ რომ ჩვენ საქმე დავამტკიცეთ, რომ გაკეთება შეგვიძლია, რომ ჩვენ ძალიან გვეცოდება ქართველი ხალხი და მე და უთხრა ამათ, იცოდეთ. თუ გაგრძელდა ამათი თარეში საქართველოში, თუ ეს კიდე 4 ან 5 წელი გაგრძელდა, იფიქრეთ თქვენ შვილებზე და შვილიშვილებზე. იმათ პერსპექტივა აღარ აქვს. ყველა ერთად დავდგეთ, მოვიდეთ არჩევნებზე, რაც გინდათ ის გადაწყვიტეთ, ნუ იქნებით შეშინებულები, დამერწმუნეთ ამათი დღეები დათვლილია და მიეცით ხმა იმას, ვისაც ჩათვლით საჭიროდ, ოღონდ არა 5 ნომერს. და იცოდეთ, თქვენი გადაწყვეტილება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ყოველივე თქვენთაგანის, იმიტომ რომ საქართველოს ბედი შეიძლება 30-ში გადაწყდეს. ეს არის ყველას მოვალეობა. ნუ ხართ ინერტულები, ნუ გეშინიათ, ვერაფერს ვეღარ დაგაკლებენ. არაფრის თავი ამათ აღარ აქვს. მოდით და მიეცით ხმა იმას, ვინც უფრო დაგაჯერებთ, რომ ის შეცვლის ამ ცხოვრებას. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გოგი, წარმატებებს გისურვებთ. გოგი თოფაძე გახდა ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ არჩევანის სტუდიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ველოდებით.
არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ჩვენი სტუმარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი. საღამომშვიდე ბატონო ზურაბ. მოგესალმებით. ახლა უკვე თქვენ ახართ ცენტრალური ფიგურა 30 მაისიდან, რომელმაც ალბათ რომის მიმართ ალბათ ძალიან ბევრი კრიტიკაც იქნება. ბატონო ზურაბ, ერთი დღეა ფაქტიურად დარჩენილი, იმიტომ რომ 12 საათს გადაცდა უკვე არჩევნებამდე. შეგიძლიათ თქვათ 29 მაისს რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სულ ზადყოფნაშია იმისთვის რომ არჩევნებმა თვითმმართველობის არჩევნებმა გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩაიაროს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დიახ ეს ასეა. საარჩევნო ადმინისტრაცია მთლიანად არის მზად იმისათვის, რომ ჩაატაროს არჩევნები გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და ყველას გვაქვს ერთი აზრი და ერთი სურვილი, რომ ეს არჩევნები იყოს უკეთესი ვიდრე იყო აქამდე. ისევე როგორც ზოგადად ამის თქვის საშუალებას თქვენ მუდმივად ეძახით რომ ეს არჩევნები იქნება ბევრად უკეთესი ვიდრე აქამდე იყოს უკეთესი. ნუ რამაძლევს და ჯერ ერთი რომ ჩვენ ყველანაირი საშუალება ქონდა მომზადებისთვის, ანუ მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური, ადამიანური, მორალური, ასე ვთქვათ, იყო დრო იმისათვის რომ ჩვენ ორგანიზაციულად პრობლემები არ გქონოდა. და მეორე, რასაც მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე აშკარად ვზნობ ქართულ საზოგადოებაში იმის განწყობას, რომ ჩავატაროთ წესიერი არჩევნები. ხა დღეს არის 21 საუკუნე, ხო? ერისა და ქვეყნის ცივილიზებულობა გაიზომება არა იმითი თუ როდის მივიღეთ ქრისტიანობა, როდის შევქმნით ანბანი, არამედ იმითი, რომ რამდენად შეუძლია ერს და ქვეყანას ჩაატაროს დამოუკიდებელი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ვართ ახლა ამის ზღვარზე და მე ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში ამის სურვილი და ამის განწყობა არის და მე ეს მაძლევს ამის თქმის საშუალებას. ბატონო ზურაბ, სიები, რომლებიც მუდმივად ასე ვთქვათ, განსჯის თემა არის, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ალბათ ობიექტურთან დაახლოებული ან მიახლოებული სიები, საარჩევნო სიები, იმიტომ რომ დღესაც გამოსვლებში, რომელიც თუმრად ყავდნენ, გვერდებს კანდიდატები კიდევ იყო მინიშნება იმის თავად, რომ სიები გაბერილია. მე ვიტყოდი სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს სიები, საბოლოო სიები, რომელიც ახლა დღეისთვის არსებობს, არის ბევრად უკეთესი თუ რომელიც იყო თუნდაც პირველ თებერვალს, როცა ჩვენ სიების მონიტორინგი და ამაზე ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს ხარვეზები არ იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე. ანუ რაც შეეხება არსებით ხარვეზებს, ანუ გარდაცვალებულ ამორჩეულს, დუბლირებულ ამორჩეულს ან გამოტოვებულს, ხომ, ესეთები მინიმუმზე დაბლა არის. ის რაც შეეხება შეიძლება მისამართის არაზუსტი მისამართი ან რამდენგვარი ტექნიკური ნიუანსის არაზუსტობა, ეს არ ახდენს გავლენას იმაზე, რომ ამორჩეველი მივიდეს და ხმა მისცეს. და არც ზედმეტი ამორჩეველი არ იქნება და არც ვიღაცა გამოტოვებული. ეს არის თავარი და ამ თვალსაზრისით მე საკმაოდ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიები არის საკმარისად კარგი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ორშაბათს ჩვენი ანგარიში თუ რა გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორც მონიტორინგის დროს გამოვლენილი შეცდომების და ხარვეზების გამოსავლენად, გადასამოწმებლად და გამოსასწორებლად, ასევე ჩვენი საკუთარი სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებული საქმიანობის შესახებ და მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ დამოწურავი მასალა არის და ყველა მსურველს ჩვენი გვერდზე შეუძლია ამას დაკეთება. ბატონო ზურაბ, ხვალ ღამის 12 საათზე ოფიციალურად შეწყდება კანდიდატების საარჩევნო კამპანია, ეს კანონის მიხედვით, თუმცა ძალიან ბევრი კითხვები ჩდება ხოლმე ამ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. კონკრეტულად რაში იზღუდებიან კანდიდატები ხვალ ღამის 12 საათის შემდეგ და რისი უფლება აქვთ? მაგალითად, ვიცი რომ საეთერო რეკლამა, სატელევიზიო რეკლამა უნდა შეჩერდა ეს, მაგრამ თუ შეუძლიათ მათ აგიტაცია ქუჩაში თუ არის თუ ამასაც კანონი ზღუდავს, როგორ არის ეს? 12 საათის შემდეგ ხვალინდელი ზუსტად 24 საათის შემდეგ აიგზავნება ტელე და რადიო რეკლამა, ეს რაც სასახადწერია კანონში. რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, ასევე 48 საათი თათრი არჩევნებამდე იზღუდება ნებისმიერი გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნება. დანარჩენ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია. 2007 წლის დასასრულს გავრცელდა გაუქმდა მთელი რიგი შეზღუდვების საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, ასე რომ შეზღუდვები არის მინიმალური. ანუ არ უნდა იყოს გამოკრული საარჩევნო სააგიტაციო მასალები თვითონ საარჩევნო უბნებში და მის
ასე ვთქვათ, შესასვლელში და იმ ლოკალურ გარემოში და მაინც ვთქვათ, ახლა იმ უბნებზე არ უნდა მიდიოდეს აგიტაცია. სხვა მხრივ, მაინც ესეთი დიდი შეზღუდვები არ არის. ანუ მოსახლეობასაც შეხვედრა ქუჩაში აგიტაცია ამორჩეულთან ეს დასაშვებია კანონს. უბრალოდ აკრძალული არ არის. აკრძალული არ არის, გასაგებია. რა რაოდენობით ცდომილებას ელოდებით არჩევნების შედეგებში? გაცრავად შედეგებში ანუ ხო არის ხომ დასაშვები რომ რაღაც ცდომილება იყოს მონაცემებში. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით გულისხმობთ ხომ? ეხლა მოგიტანთ ესეთ მაგალითს. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2009 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში მოსახლეობა, რომელიც 18 წელს eit იყო, შეადგენდა 3.422.000. ჩვენი სიების მიხედვით საბოლოო ციფრი არის 3.555.000 საარჩევნო სიაში. მაგრამ აქედან 125.000 არის ადამიანი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, ან არის აღრიცხვაზე, საკონსულო აღრიცხვაზე. ანუ რეალურად ახლა მარტივი არითმეტიკით გამოდის, რომ 3.420.000 ამორჩეველი იმყოფება საქართველოში, ანუ 125 საზღვარგარეთ არის, დანარჩენი შიგნით არის. რაც 3.422.000-თან რომელიც სტატისტიკის მიხედვით არის 18 წელზე მოსახლეობა, ძალიან ახლოს არის თქვენ თვითონ სულ 2.000 ადამიანია. თუმცა იქ ვადაშიც არის განსხვავება, მაგრამ ეს არის მხოლოდ სტატისტიკური ცდომილება. ანუ მე ვფიქრობ, ის მონაცემები, რაც არსებობს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, სრულიად ემთხვევა ჩვენს მონაცემებს, მაგრამ განსხვავებით იმისა, როცა ლაპარაკია, რომ თქვა, გაბერილია, ბევრი ზედმეტი ამორჩეულია, ჩვენ სახელი და გვარის მიხედვით და კონკრეტული ადამიანების მიხედვით გვყავს და ვეთხოვდი ამ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ამის განცხადებას აკეთებს, იმიტომ რომ მონიტორინგის დროს ესეთი ხალხი არ გამოვლინია, ვინც არის ზედმეტი და სიაში არ უნდა იყოს, რეალურად თუ სადმე ესეთი იყო არ დამტკიცებულა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სტატისტიკის მონაცემისა და ჩვენი სიების შესაბამისობა საკმარისად ნათლად მეუთითებს იმას, რომ ეს სიები რეალურთან ძალიან ახლოს არის. ბატონო ზურაბ, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე რამდენად არსებობდა თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის და მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო პროცესის წარმართვისთვის? მე ვფიქრობ, იყო თუ არა სერიოზული რამე კანონდარღვევები, რაზეც თქვენ მოგიწიათ რეაგირება? რაც შეეხება კანონდარღვევებს, ამაზე რეაგირება ნამდვილად მოგვიწია, ვთქვათ, იყო ერთი შემთხვევა სვანეთში, როდესაც ჩვენ მოგვიწია მასალების პროკურატურაში გადაგზავნა. იყო ორი შემთხვევა, როცა ვთქვათ, იქ სხვა მხრიდან იყო პროკურატურაში მასალები გაგზავნილი, თუმცა დანარჩენ შემთხვევებში ჩვენ რეაგირება რაც გვიწევდა ძირითადად ადმინისტრაციული კუთხით იყო, ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია სხვადასხვა სუბიექტის დაჯარიმება და ჩვენი უფლებამოსილების გამოყენება, დღესაც განიხილება რამდენიმე რა მასალებია კონკრეტულად თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, აი რას პროკურატურა მიიღო? პროკურატურაში აი სვანეთთან დაკავშირებით მე ვახსენე, იქ მესტიაში მოხდა ფაქტთან დაკავშირებით იქ იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სიგნალი იმის თაობაზე, რომ იქ განხორციელდა ზეწოლა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივისტებზე და ეს ჩვენ გადავაგზავნეთ ეს დოკუმენტები. იყო ჩოხატაურში ერთ-ერთი ფაქტი, რომელზეც თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა პროკურატურაში სარჩელი საუბნო კომისიის არჩევის ოქმის გაყალბების თაობაზე. და კიდე იყო ერთი ხულიგნობის ფაქტზე, ალბათ 6 მაისი გახსოვთ, ერთ-ერთი მერობის კანდიდატთან ასოცირდებოდა ეს ფაქტი და ეს სამი შემთხვევა იყო, როცა რაღაც პროკურატურისკენ წავიდა მასალები. ბატონო ზურაბ, და კითხვა ალბათ, რომელიც მე პირადად ყველაზე მეტად მაინტერესებს, როგორც ჟურნალისტს, როდის მივიღებთ პირველ მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, ანუ შედეგები როდის წამოვა, რომ ჩვენც ასე ვთქვათ მაყურებელს დროულად მივაწოდოთ? გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ახლა ყველაზე დიდი მოლოდინა, ყველაზე მეტი ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა პირველად არის ნამდვილად და ჩემი აზრით მართლაც ყველაზე საინტერესოა. პირველ რიგში ჩვენ ვწდებით, რომ ის ინფორმაცია დავამუშავოთ, რომელიც მოდის უბნებიდან და ქალაქ თბილისიდან, ძირითადად, ვფიქრობ, რომ სადღაც 12 საათიდან უკვე გვექნება დაიწყებს პირველადი მონაცემების შემოსვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ ვაპირებთ მედია ცენტრში ყველაფრის საკმაოდ გამჭვირვალე და ყველასთვის დასანახად ამის ორგანიზებას, თუ როგორ მოვა ფაქს სერვერზე ინფორმაციები, როგორ მოხდება მისი ამბიშვა, გადამუშავება, შეტანა, დაცვა, ასე რომ ყველა ჟურნალისტ, ვინც იქ იქნება და ყველა მონიტორინგში ჩართულ პირს ექნება საშუალება ეს
ცოცხლად იხილოს ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, მე გისურვებთ რომ 30 მაისს წარმატებით ჩაატაროთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ, რომ კითხვის ნიშნები აღარ დარჩეს არჩევნების მიმართ. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ზურაბ ხარატაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მაშასე ზეგ არჩევნებია. ჩვენ უკვე შემდეგ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს არჩევანის სტუდიაში. ნახვამდის.